წარმოიდგინეთ ძველი გალერეა. კაცი დიდხანს ათვალიერებს ერთ პორტრეტს და ჩურჩულებს. მე არც ძმა მყავს და არც და, მაგრამ ამ კაცის მამა არის ჩემი მამის შვილი. დააკვირდით მის სიტყვებს, ის საკუთარ თავზე არ საუბრობს, მას შვინ არის ნახატზე? რადგან მთქმელი ოჯახში ერთადერთი შვილია, ფრაზა ჩემი მამის შვილი მიგვითითებს მხოლოდ ერთ ადამიანზე, თავად მთქმელზე. თუ ამ გოცემულობას საწყის წინადადებაში ჩავსვამთ, პორტრეტზე მყოფი ადამიანის მამა მე ვარ, ესე იგი პორტრეტზე გამოსახულია ამ ადამიანის შვილი. ას პატიმარს მწკრივში აღენებენ. თითოეული მათგანი ხედავს მის წინ მდგომ ყველა პატიმარს, მაგრამ ვერ ხედავს საკუთარ და მის უკან მდგომთა ქუდებს. მათ თავზე შემთხვევითობის პრინციპით ახურავენ ან შავ, ან თეთრ ქუდს. პატიმრებმა რიგრიგობით უნდა დაასახელონ თავიანთი ქუდის ფერი. თუ მინიმუმ 90 პატიმარი გამოიცნობს სწორად, ყველა მათგანი თავისუფლდება. თქვენი აზრით, აქვთ შანსი, ან რა არის საუკეთესო სტრატეგია, რომელზეც პატიმრები წინასწარ უნდა შეთანხმდნენ? პატიმრები წინასწარ თანხმდებიან, რომ პირველი პატიმარი, რომელიც ხედავს 99-ვე წინ მდგომს, გამოიყენებს თავის პასუხს როგორც კოდს. მან უნდა დაითვალოს ქუდები, რამდენი თეთრია და რამდენი შავი. რომელი ქუდის ფერიც იქნება კენტი, იმ ქუდის ფერს იტყვის. ყოველი შემდეგი პატიმარი უკვე მარტივად მიხვდება თავისი ქუდის ფერს. აქედან გამომდინარე რისკავს მხოლოდ პირველი, ვინც ამბობს თავის ქუდის ფერს. ის დანარჩენი 99 ადამიანი სწორად გამოფიცნობს თავის ქუდის ფერს. მოგზაური მიადგა სასახლეს, რომელსაც ორი იდენტური კარი აქვს. თითოეულზე გაკეთებულია წარწერა. პირველი კარი. ამ კარის უკან ოქროა. მეორე კარი. ამ კარის უკან ლომია. მოგზაურმა ზუსტად იცოდა ერთი წესი. ეს წარწერები ან ორივე ჭეშმარიტია, ან ორივე მცდარი. სხვა ვარიანტი, რომ ერთი ტყუოდეს და მეორე სიმართლეს ამბობდეს, გამორიცხულია. მოგზაურმა შეაღო პირველი კარი და ნახა, რომ იქ ოქრო არ დახვდა. თქვენი აზრით, რა დახვდება მას მეორე კარის მიღმა? რადგან პირველ კარზე ეწერა აქ ოქროა, ხოლო კაცმა შიგნით ოქრო ვერ იპოვა, ეს ნიშნავს, რომ პირველი წარწერა მცდარია ჩვენი მთავარი წესის თანახმად. ორივე წარწერა ერთნაირი უნდა იყოს, ან ორივე მართალი, ან ორივე ტყუილი. რადგან უკვე დავადგინეთ, რომ პირველი ტყუილია, ავტომატურად მეორე წარწერაც ტყუილი გამოდის. ასე რომ მეორე კარის უკან ლომი არ იქნება. ადამიანს სურს გადაკვეთოს ხიდი, რომელზე გადასვლასაც ზუსტად 10 წუთი სჭირდება. ხიდის შუაგულში დგას საგუშაგო კოშკი, სადაც მორიგეობს მცველი. მცველის მუშაობის რეჟიმი ასეთია. მას წინავს ზუსტად 5 წუთი, შემდეგ იღვიძებს და ამოწმებს ხიდს. თუ ის ხიდზე ვინმეს დაინახავს, დაუყოვნებლივ აჩერებს და აიძულებს იმ მხარეს დაბრუნდეს, საიდანაც მოდიოდა. თქვენი აზრით, როგორ მოახერხებს ადამიანი ხიდის მეორე მხარეს გადასვლას, თუ მას არ შეუძლია ხიდზე სირბილი და მცველის გაღვიძებისას ის აუცილებლად ხიდზე იქნება? ამ ამოცანის გასაღები მცველის აღქმაშია. მან არ იცის, საიდან დაიწყეთ მოძრაობა. ის მხოლოდ იმას ხედავს, თუ საით მოძრაობთ. ამიტომ ადამიანი იწყებს ხიდზე გადასვლას იმ მომენტში, როდესაც მცველს ჩაეძინება. 5 წუთის შემდეგ, როდესაც ის ხიდის ზუსტად შუა ნაწილს, საგუშაგოს მიუახლოვდება და სანამ მცველი გამოიღვიძებს რამდენიმე წამით ადრე, ადამიანი ზურგით შემოbrunდება და დაიწყებს მოძრაობას იმ ხარისკენ, საიდანაც მოვიდა. მცველი იღვიძებს და ხედავს ადამიანს, რომელიც ხიდის შუაგულშია და მიდის საწყისი წერტილისკენ. მცველი ფიქრობს, რომ ეს ადამიანი მეორე მხრიდან მოდიოდა და ხიდის გადმოყვეთას აპირებდა. წესის თანახმად, მცველი აჩერებს მას და ეუბნება, დაბრუნდი იქ, საიდანაც მოდიოდი. ადამიანიც ემორჩილება ბრძანებას, ბრუნდება და აგრძელებს გზას იმ მიმართულებით, საითაც თავიდანვე სურდა წასვლა. უზარმაზარი სატვირთო ავტომობილი დაბალ ხიდს მიადგა. მძღოლმა სწადა გავლა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მანქანა ზუსტად 2 სანტიმეტრით მაღალია ხიდის თაღზე.
მძღოლი სასოწარკვეთილია. უკან დასახევი გზა არ არის. ხიდის დანგრევა ან სატვირთოს სახურავის დაზიანება კი დიდ ზარალს ნიშნავს. იქვე მდგომმა პატარა ბიჭმა, რომელიც ამ სცენას აკვირდებოდა, მძღოლს მიირბინა და ერთი მარტივი გამოსავალი შესთავაზა, რამაც პრობლემა მყისიერად მოაგვარა. თქვენი აზრით, რა ურჩია პატარა ბიჭმა მძღოლს? ბიჭმა მძღოლს ურჩია საბურავებიდან ცოტა ჰაერი გამოეშვა. ჰაერის გამოშვების შედეგად საბურავები ოდნავ დაჯდა, რამაც სატვირთოს სიმაღლე რამდენიმე სანტიმეტრით შეამცირა. ამ მცირე მანევრის წყალობით მანქანამ ყოველგვარი დაზიანების გარეშე თავისუფლად გაიარა ხიდის ქვეშ.